ზოგადად ბილსიტყვაობა, გინება, ან ადამიანების შეურაცხყოფა ეს ცუდია. ამას გვასწავლიდნენ სკოლაში. ამას გვასწავლიდნენ მშობლების მეგობრები. და იმასაც გვასწავლიდნენ, რომ ასეთ ქცევას შეიძლება მოყოლოდა ჩვენი პასუხისმგებლობა და დავსჯილიყავით კიდევაც. თუმცა მე ვერ ვიხსენებ, რომ ვინმეს მიეთიდებინა, რომ ჩვენ პასუხს ვაღებდით ფორმიანი ბიძიების წინაშე, ანუ პოლიციელების წინაშე. და სწორიც იმიტომ, რომ ადამიანები ბევრ ამას ვაკეთებ ცხოვრებაში, არასდროს ხანახან შეიძლება წამოვწეს ცუდი სიტყვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ცუდი ქმედებისთვის აუცილებლად უნდა მოგვადგეს პოლიცია და სასამართლო. მეორე კუთხით, ზოგადად სიტყვა, ენა, ეს ყველაზე უწყინარი საშუალება ადამიანის ბრაზის ან სიძულვილის გამოხატვის. და ესეც გამიგია, რომ გინებაზე მაგალითად გამიგია, რომ გინება ეს არის უკანასკნელი სარქველი ბრაზის გამოშვებისოდა. თუ ჩვენ ამ სარქველს დავხურავთ, მაშინ ჩემის აზრით სტიმულს ვაძლევთ გაცილებით, რომ მძიმე ფორმების გამოხატვას სწორედ ბრაზისა და სიძულვილის გამოსაშვებად ადამიანისაგან და ამიტომ მე მიმაჩნია ცალსახად, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია და აქ არ შეიძლება შემოვიყვანოთ აქ სახელმწიფო და ვარეგულიროთ ვინ რა უნდა ელაპარაკოს. ყველაფერი რაც ევროპაშია მოსაწონი არ არის. და ჩვენ რაღაცნაირად მე რასაც ვატყობ, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან ყველაფერი ცუდს კარგად აკოპირებს და ყველაფერი კარგს მაინც და მაინც ისა კარგად ვერ აკოპირებს. რა ვიცი, მოვაწყოთ კარგი სასამართლო, მოვაწყოთ ისეთი მართლობა, რომ ეს არ იყოს ერთპიროვნული მართლობა. სამართალდამცავი სისტემა ვაქციოთ ისეთად, რომ ადამიანებს კი არ დევნიდნენ, არამედ აცილებდნენ. და ზოგადად სხვა რამეში მივბაძოთ ევროპრეს და არა იმაში, რაც ისინი მაინც და მაინც არ გამოირჩევენ და კი ჩემის აზრით, ბევრი რამე ევროპაში კეთდება თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგო და ამას კი არ უნდა ვბაძავდეთ. მე მგონი ამას უნდა ვაკრიტიკებდით და მოუწოდებთ რაღაც არასდროს შვებიან. თქვენი საუბრის გათვალისწინებით უარესი შედეგის აცილების მოტივით ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას? იცით რა შეასაქმე ზოგადად ეგეც სხვა ადამიანებში თითქოს კეთილშობილური მოტივი არის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ. მაგრამ მეორეს კუთხით შეხედეთ, რომ ნებსი თუ უნებლიეთ, ეს შეიძლება გახდეს სრულიად ბევრად უარესი გამოხატვის სტიმულის საფუძველი ადამიანებში. და მე მირჩევნია პირადად, რომ კი ადამიანმა ბრაზი და მასში დაგროვებული და ბრაზი და სიძულვილი გამოხატოს სიტყვით და ენით, ვიდრე სხვა რამით, თუნდაც ძალადობით, რომელიც გაცილებით მძიმეა და იქ შეიძლება ვთქვათ, რომ კი ძალადობაზე ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ, მაგრამ არა იმისათვის, რომ რაღაც ლაპარაკო.